წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ-ტაიმი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. Usağım ზურბასო მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი გადაცემა იქ სხვა შორის კარგი ხანია, გეგმა, რიგ მიზეზს და გამო მხოლოდ რაღაც ისეთ სუბიექტურ მომიწია გადაცემა არა და ჩემი აზრით ახლა საკმაოდ ხშირად მიჭირს ასე ზუსტი ციფრის დასახელება და მოვალე მეც თქვენი მონამორჩილის და საერთოდ ქართული სპორტული მედია მოვალე რომ ეს არის სახეობა რომელიც სპორტზე გაცილებით მეტია თავისი მნიშვნელით, ხარისხით, ესთეტით, სილამაზით და ეს მთელ მსოფლიოში მიჩნეული და რაც მთავარია ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ის ჩვენში ოდითგანვე იყო გამორჩეული ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან და მერე რაც ოლიმპიურ თამაშებში ჩაერთო ჯერ კიდევ საბჭოურ ეპოქაში ქართველი ათლეტები და ნუ ეხლა ჩვენში ძლეოსნობის ისტორიაზე ამას მერწმუნედ ერთი და ორი გადაცემა არ ეყოფა მაგრამ აი რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ძლეოსნობა და თუ კი არსებობს გარდა რაღაცა ისეთი პერსონიფიცირებული პიროვნებების რომელთაც რაღაც აქა-იქ მოვკრავთ ხოლმე უფრო თვალს თქვა უფრო ეკრანზე რაღაც რამდენიმე ისეთი განცხადებები ვიფარგლები და ეს განცხადებები სამწუხაროდ ხშირად არაადეკვატური გახლავდა ამაზეც მე მინდა თქვენი ყურადღება შემდგომ უკვე გაცემის მსვლელობისას შევაჯერო და ყველაზე დიდი გულის ტკენა არა მარტო ჩემი და საერთოდ და სპორტული საზოგადოების და სპორტში ჩართული ადამიანების გამოიწვია რომ ჩვენი აი ბოლო მოხიკანი ძლეოსნობაში ეს ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით გახლავთ ბოლო ქართველი ოლიმპიელი ძლეოსან მედალოსანი ანუ ძლეოსანი რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა მედალი ქალბატონი მაია აზარაშვილი ჩვენ დღევანდელი გაცემის სტუმარი აქ მარტო იმ მედალზე არ არის საუბარი ქალბატონი მაია ჯერ როგორც მოქმედი სპორტსმენის კარიერის მანძილზე მერე 90-იან აი იმ საშინელ ეპოქაში 90-იან წლებში როცა ჩვენ ეგრეთ წოდებულ ლიხიი ძივინოსტის ვეძახით ხო აი ზუსტად იმ პერიოდში აი მართლა სასწაულებრივ ახერხებდა გახდათ წლების განმავლობაში ძლეოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი რომ ძლეოსნობა საერთოდ არ გამქრალიყო და არ დაგარგულიყო ნუ ჩვენ სამწუხაროდ მაშინ არ გონდა ახლა ძლეოსნობის სპეციფიკიდან და ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე რომ შეგვექმნა ისეთი პირობები რომ მაღალი დონის სპორტსმენი მოგვიმზადებინა მაგრამ საერთოდ ჩვენში არაერთი სპორტის სახეობა მოსენება სამწუხაროდ გამკრალი და რო არ გაეზიარებინა ხვედრი ძლეოსნობას თუმცა მოხდა ისე რომ ბოლო წლებში ქალბატონი მაია ჩამოშორდა ძლეოსნობას და მე მინდა სწორედ ამით დავიწყოთ ქალბატონ მაია მე ეხლა რომ არა მარტო რამდენი ხანი ხა ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს და ისედაც რომ არ გიცნობდეთ ხო ვიცი რომ თქვენთვის ძლეოსნობა ეს არ არის მარტო პროფესიული უნარჩვევა და საქმიანობა თქვენ ამით სულ თქვა ცოცხლობ და მთელი თქვენი ფაქტიურად ესეთი აი გრადი ფსიქიკის პერიოდიდან ხო ეს რაღაცა სიმრწმის ასაკიდან მოყოლებული შემდგომ მიყავით მართა დიდებული განმეორებული სპორტსმენი მე აუცილებლად მინდა თქვენ ნებართვით გავაჟღერო იმიტომ რომ გამეორება ცოდნის დედა 1998 წელს სეულში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 400 მეტრზე სპრინტერი გახდა ქალბატონი მაია ეს ერთ-ერთი ულამაზესია მოსერბა საერთოდ სპრინტერების ძლეოსნობაში ყოველთვის გამორჩეულ ყურადღებას ექცევიან 400 მეტრზე ბრინჯაოს მედალი 200 მეტრზე გააღწია ფინალში და დაიკავა საკმაოდ მაღალი მე-7 ადგილი გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი რაც სულ მცირე ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელს უთანაბრდებოდა მაშინ კეთილინების თამაშებზე დაიკავა მეორე ადგილი აიღო ვერცხლის მედალი რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი შედეგი იყო და აქ ორი პირადი რეკორდი რომელიც დღემდე არათუ გაუმჯობესებულია საერთოდ ქალბატონი მაია ჩვენ თუ მოვესწრებით რომ ვინმე შეძლებს მათ გაუმჯობესებას ოღონდ ქართველი რა თქმა უნდა მხედველობაში მაქვს ქართველი ათლეტი 100 მეტრზე 11.8 მეასედი და 200 მეტრზე 22.24 მეასედი აი ასეთი შესავალი ქალბატონი მაია და ეხლა სიამოვნებით გითმობთ ეთერს და დავიწყოთ იმით თუ რატომ თქვენ ჩამოშორდით რა იყო იმის მიზეზი რომ თქვენ იმიტომ რომ ბერმა არ იცის ამის რეალური მიზეზი მოდი დავიწყოთ აქედან დიდი მადლობა უბრალოდ მადლობა რომ დრო დაუთმეთ ჩემთვის ძალიან საყვარელ დისციპლინას მე ძლეოსანი ვიყავი ვარ და დავრჩები მუდამ მე ძლეოსნობას არასოდეს არ ჩამოვშორდები უბრალოდ ჩამოვშორდი ქართულ ძლეოსნობას არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე ლაპარაკი მაგრამ მიზეზი არის ისევ და ისევ დღევანდელი ძლეოსნობის ფედერაციის დღევანდელი პრეზიდენტი ჩემთვის ეს არის ძალიან მიუღებელი პიროვნება იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცები რაც არ უნდა ეკადრებინა ქართული ძლეოსნობისთვის აკადრად და ჩემთვის როგორც გითხარით ეს შეუძლებელი იყო ამის ატანა
ну არის რაღაც ხარ. დაგესწრო თვითონ ძლევოსანი იყო ყოფილი ქალბატონია? არა, მე მგონია თვითონ არა მარტო ძლევოსანი, არამედ სპორტსმენიც არ ყოფილა არასოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ეს კაცი არ მოსულა იმისთვის, რომ აეყვავებინა ქართული ძლევოსნობა. და ვფიქრობ ძალიან ბევრი მავნებლობას კი ჩაედინა. პატარა მაგალითს ვიტყვი, მაგალითად მე ახლა ვარ ფედერაცია სპორტი ყველასათვის ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცი რა რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის ძლევოსნობა ზოგადად სირბეს. ვცდილობ რომ ქართველებმა შეიყვარონ სირბელი და მე მგონი შედეგის სახეზეა როცა უკვე 6000 მორმენალი გამოდის ხოლმე ერთ-ერთ ღონისძიებაზე და დარბიან ხოლმე. ეს არა მარტო მარათონებზე, არამედ სხვადასხვა სახის სადაც ჩემთვის პრიორიტეტი აქვს აი ამ გარბენებს, იქნება ეს სიმბოლური თუ უბრალოდ რაღაც ღონისძიება დიდი, რომელიც არის ერთ-ერთი სახეობა ძლევოსნობა, მაგრამ პრობლემა იმაშია ძალიან დიდი ხნის მანძილზე თვითონ პროფესიონალ ძლევოსნებს უგრძალავდა ეს პიროვნება ფედერაციის პრეზიდენტ მონაწილეობას, იმიტომ რომ მე ვიყავი ორგანიზატორი, ასევე ასევე ძალიან უგრძალავდა ხოლმე მსაჯებს მონაწილეობა მიიღოთ. არა, ჩვენ მსაჯები არ გვაკლია, მე უბრალოდ მინდოდა რომ ძლევოსნები უფრო განვითარებულიყვნენ და სიმართლე გითხრათ, ახლა იმ ღონისძიებას არანაირი ხარვეზი ან რამე ზიანი არ მიდგომია, იმიტომ რომ თქვა დახლედიან არ გამოუშვეს თუ ის მსაჯიან პროფესიონალი, მაგრამ საქმე იმაშია, ეს არის მავნებლობა ჩემთვის. როცა ღონისძიებას ხელს უშლი ან უბრალოდ ცდილობ ხელი შეუშალო, ეს არის მავნებლობა. მავნებლობა ასევე როცა ადამიანებს, როცა უნდათ რომ ირვინონ მაგალითად სტადიონზე ან მოედანზე ან მანეჟში და არ უშვებ, ესაც მავნებლობა. მავნებლობა ახალგაზრდა მწვრთნელებს უნდათ აიყვანონ რამდენიმე სპორტსმენი და ავაჯიშონ და ამის უფლებას აძლევს, ესა მავნებლობა და კიდე ძალიან ბევრი მავნებლობა, როცა რეკორდებს აყალბებდა, ეს რეკორდები დამყარებული აქ ადამიანებს რომ აი როგორ ხდება რეკორდის გაყალბება? შეიძლება ქალბატონმა ამასთან დაკავშირებით რატომ იცით? ძნელია მაგალითად გააყალბო შედეგები იქ, სადაც ელექტრონული სისტემაა ჩართული, თუმცა მანდაც არის არსებობს ხოლმე რაღაც გამონაკლისები, რაღაცებს მახინაციები, მაგრამ ადვილია ყოველთვის როცა უნდა გაზომო. იქ დაავალებ, გაზომავს რამდენიმე სანტიმეტრით მეც, მაგრამ სამწუხაროდ ეს გაზომილი, ჩვენი გაზომილი წარდგენილი შედეგები არ ამართლებს ხოლმე ამა თუ იმ საერთაშორისო ღონისძიებას, სადაც უკვე სხვანაირად გიზომავენ, ანუ რეალურად გიზომავენ და მინდა ვთქვა, რომ ეხლა ურთიერთობები მაქვს კიდე ჩემს კოლეგებთან, რომლებთანაც თანამშრომლობთ საერთაშორისო დონის ფედერაციებში, საერთაშორისო ფედერაციებში და სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა უკვე ჩვენ ქვეყანას უკვე მოიხსენებენ იმ ქვეყნებს შორის, არ არიან ეს ბევრი. წარმომადგენელი თუ ყავს ქალბატონმა არა, არ ყავს, იცით, მე სანამ ფედერაციიდან წამოვიდოდი, ვიყავი წარდგენილი ერთ-ერთ კანდიდატად ევროპის კომიტეტის აღმასკომის წევრად. და სხვათა შორის იქიდან წამოვიდა სიგნალი და შემომთავაზეს, რომ ჯერეთიო ქალებზე იყო კვოტა და არ იყო ძალიან ბევრი ქალი და მითხრეს, რომ მე როგორც წარსულში დიდი ხნის სპორტსმენი და მუშაკი ძლევოსნობაში შემომეტანა და დამსახურებული ტიტულოვანი ძლევოსანი ხო ხა თქვენი ასევე ვიყავი 4 წელი განვითარების კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, სადაც მხოლოდ 16 კაცი იყო და ანუ წამოვიდა იქიდან შემოთავაზება და ვეთანხმე და სანამ ჩემი კანდიდატურა როგორც წარდგენილი იყო და მე შემდეგ მოვიდა ახალი პრეზიდენტი, რატომღაც ჩავედი არჩევნებზე და უკვე მონაწილეობა მიიღო, მე იქ დამხვდა საქართველოს აღმასკომის გადაწყვეტილება, რომ აზარაშვილის სასწრაფოდ მოეხსნათ. ეს 2012 წელს ხდება. 2011-ში შემდეგ გასაკვირად მე ეს არ ვიცოდი, მიუხედავად იმისა აღმასკომის წევრი ვიყავი, მე ჩემთვის ეს ცნობილი არ იყო და გადაწყვეტილება დამხვდა ინგლისში, სადაც უნდა ჩატარებულიყო ფაქტიურად არჩევნები და თხოვესო გამერკვია იმ ფედერაციის პრეზიდენტთან, რომელმაც გამოაგზავნა, ანუ საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტთან გამერკვია და პასუხი კონკრეტული არ მიგიღია დარძოგა. იცით რა, აღას კი გამერკვია, იმიტომ რომ ფაქტიურად მე მინდოდა რომ ძლევოსნობას გამოდგომოდი და რომელიღაც კონკრეტულ პიროვნებას და ეხლა ჩემთვის აღმასკომის წევრობა ხონთვის არ მაქვს ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი სამწუხაროდ ქვეყანა. ანუ უხეშად რო თქვა, ჩვენი კაცი უნდა ყვავდეს მithumetes ესად ორგანოში. და ქვეყანა და ქვეყნის ძლევოსნობის ფედერაციის აღმასკომმა გადაწყვიტა ხელმოწერილი გააგზავნეს, რომ აზარაშვილი ჩამოეშორებინათ არჩევნებზე მონაწილეობა არ მიეღოთ. ეს შემთხვევით ძალიან ცინიკურია, ძალიან არ ვიცი რა თქვა, მავნებლური გადაწყვეტილება, მაგრამ როცა კითხეს რომ რატო ჩაიდინა ეს, ნუ გამართლება ის იყო, სასომხედითანაც იყო წარდგენილი ერთი კანდიდატი და გზა დაუთმეთ მას, შემთხვევით ძალიან გაუმართლებელია, თუმცა ის კანდიდატი ძალიან ასე ვთქვათ დაბალი რეიტინგის იყო და ფაქტობრივად შანსები აქვს, ორი ხმის მეტი არც მეუღია, მაგრამ ნუ რა ვქნათ, არსებობენ ესეთ. ასევე გაუცებას იწვევს ქალბატონმა ეს ფაქტი, რომ თქვენ რა ბრძანეთ ის
იმ ნაწილში არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ნაცდიქტატურის დროს ეხა სპორტის მიმართ რა დამოკიდებულება და რა მძლეოსნობის მიმართ ეს მე მგონი ყველას კარგად მოხსენება და არაფერი. მაგრამ აი რა ხდება შემდგომ 2012 წლის შემოდგომიდან, როცა არც ყოფილი მინისტრი, არც მოქმედი მინისტრი, რა და ეხა დავიდის, ხო ლევონზე ეხა აუს ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ქალბატონ მაიას მიანიჭა და აბსოლუტურად დამსახურებულად სპორტის რაინდის წოდება, რომელიც როგორც მოქმედი სპორტსმენის კარიერის, ასევე შემდგომ უშუალოდ ქართული სპორტის და კერძო ძლეოსნობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული და დიდი წვლილისთვის ენიჭება სავსები და მაგრამ მიუხედავად ამისა არ აღდგა სამართლიანობა, იცით არც არავინ დაინტერესდა თუ რატომ და დღესაც არის ასეთი სურათი, რომ ქალბატონი მაია რჩება თავისი საყვარელი საქმის აქ სწორედ გამიგეთ. ისეთ ამ შემთხვევაში არის ასეთი ვითარება, რომ ქალბატონი მაია აზარაშვილი კი არ ჭირდება მძლეოსნობა, უფრო ჩვენ ჭირდება, ანუ ქართულ სპორტს და ქართულ მძლეოსნობას ჭირდება მაია აზარაშვილი. ეს არ არის გადაჭარბებული და ხმამაღალი სიტყვა, იმიტომ რომ ამ სახეობაში განსაკუთრებით ხო, ეხლა რამდენ დისციპლინას მოიცავს თან ხო შორს აგვიყვანდა ჩვენ მათი ჩამოდვა სპეციალისტები ყავს თუ თითებზე ჩამოსათვლელი, მით უმეტეს ისეთი ტიტულოვანი და ექსტრა კლასის, ნუ თავისი ეხლა პიროვნული გამოცდილებიდან, გრებავთ ასაკიდან გამომდინარე ყავს როგორ არის ლეგენდარული მძლეოსნები, უბრალოდ მათ ეხლა სამწუხაროდ ეს ჟამთასვლის აღმასვლა ეს მსახურელი ხელით ხო ეხლა ასაკს თავისი მეկ, მაგრამ ეხლა მე იმ ადამიანებზე ვამ ხო ეხლა რეალურად ყავს ქალბატონი მაიერი გარეთ დარჩენილი. ეხლა ვინ არის შიგნით როგორი მომენტი ეცით მე მინდა ქალბატონმა თქვენი ეხა როგორც აი ყოფილი გენერალური დირექტორის პროფესიონალის ერთი კითხვა. ეხა 5 კაცი იყო რიოს ოლიმპიურ თამაშებზე. მე აქედან განსაკუთრებით დავინტერესდი ერთი პიროვნებით, ეს არის ვალენტინა ლიაშენკა, ესე იგი უკრაინელი სიმაღლეზე მხტომელი, მიექცეთ ყურადღება მოხდა ამ ქალბატონის ნატურალიზირება. ქალბატონის და არა გოგონას ლიაშენკოს ასაკი არის 36 წელი. ეხა ქალბატონი ბაიერი არ იყო ცოტა ბიჭო. ცოტა ვითხოვდი ქალაქურად რაღაცას ბიჭო 36 წლის ასაკში ეხა ნატურალიზირებას ეხა სხვა საქმეში არ უკეთებენ გაზ ეხა 36 წელი არა რა ხდება რაში დაგერდა ხო და არ ვიცი ეხა სიმაღლეზე ხტობელი ხო მეტრო ისე მოდით რეალურად შევხედოთ რა ხდება ეხლა ხდება ის რომ აი რაში დაჭირდა ამის ნატურალიზება დაჭირდა იმაში რომ გამოვიდეს შემდეგ თქვასო აი არასოდეს ამდენი წარმომადგენელი ოლიმპიური თამაშებზე მსგავსებას არ ყოლია და არ იქა და ლიაშენკო რო ეხა რაზე გადახტება ეგ არ ვიცი მაგრამ ეხა სიმაღლეზე ასევე აქ ფინანსური მხარეები ფედერაციას ყოველთვის ეძლევა დამატებით სახსრები როცა მას ხავს ოლიმპიადი. ანუ ჩვენ. ნუ არის რაღაცა. ანუ თუ ლიაშენკოს და იუშენკოს და იმა დავამატებთ რაღაცა, ავალ სიტყვაზე ეს აი ამ თანხებს რომელიც აი ამ ლიაშენკოს დაიხაჯა, ალბათ უფრო ახალგაზრდა სპორტსმენებს შევდეთ, მაგრამ იცით რა, როცა ადამიანი არის რაღაც ორიენტირებული დღევანდელ შედეგზე და დღევანდელ დაშის ასე ვთქვათ, აპლოდისმენტების მოსმენაზე, ის არასოდეს. მაგრამ ქალბატონმა იმაგდეთ რომელ დღევანდელებაზე იცით და აქ ამ შემთხვევაში არც სპორტის სამინისტრო დაინტერესებულა როგორ ჩანს, არც ჩვენი საყვარელი ოლიმპიური კომიტეტი, რომ ეხა 36 ხალხო მე მინდა მძლეოსნობის და სპორტის კომაკ შეესწროთ ლუისი ლეგენდა მსოფლიო მძლეოსნობის იყო ყველაზე ხანდაზმული, რომელიც იყო შედეგზე ორიენტირებული და გახსოვთ ეხა ლუისის ირგვლივ რა მთელი ხო ეხა ლიაშენკო ეხა რა შედეგზე იქნებოდა აიღო 1 და 80. ეხა მე გეტყვით სპორტულ ენაზე გამდონებაა დამეთანხმეთ ეს არის საბავშვო სიმაღლე ქვია ეგრეთ წოდებული ძეცკაევისა და ეხლა კიდე ერთხელ ვამბობ თუ რაღაც სხვა რაღაცაზე გინდა ხო ეგ არ ვიცი მოკლედ რა ხო რატო ვამბობ ხო უნდა კონდეს ვიღაც დაინტერესდეს ბიჭო ამ სპორტის კომიტეტი აქედან რომ მოყავს ნატურალიზირებული სპორტსმენი რომელიც ვერ იქნება ორიენტირებული არა თუ მედალზე ნორმალურ შედეგზე მე მინდა გავხსენოთ წინა ოლიმპიადაზე პოლონელი იყო და იმაზე გვისკდებოდა გულის სტაიერი 50 წელში კი არა შეშებოგებული არ წაიქცე და რაღაცა ფინიშამდე მიდი ინფარქტი არ დაგემართოს ან მაშინ ვიზრაში დაჭერდა იმის ანუ მიჩვეული ვარ თქვენ რასაც ძანეთ ხო რაოდენობაზე იყო და მე გამდონებია აი მინდა კითხოს ხვებზე იცით კიდე გასო როგორ ხდება რომ ეს ხალხი იღებს ოლიმპიურ ლიცენზიას იმიტომ რომ სპორტის სხვა სახეობებში მე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მოხსენება და გუნდურ სახეობებში 12 გუნდზე მეტი არ არის და ძალიან გართულებული და აი რაღაც სერიოზული ურთულესი პროცედურები და წარმატებები და შედეგები უნდა დადო ოლიმპია ეს ხალხი როგორ ხდება ეხა მე მინდა წინა ოლიმპიადაზე და ოლიმპიადაზე გავუსვა ერთ რაღაცას ხაზი რომ ყავდა ორი მონაწილე რომელსაც სოფლიო ოლიმპიადების ისტორიაში ანტირეკორდი დაამყარეს კვალიფიკაციაზე ესე იგი ვერ მოახერხეს შედეგის ჩვენება კი არა დაფიქსირება ფიქსაცია ხდება არის ეს სპორტული ენა და სლენგისთვის ბოდის მოიხდა ეგრეთ წოდებული ზასტუბი არ უნდა დააბიჯო იმაზე და ესე იგი
სამივე შედეგი, სამივე ცდა და ნულოვანი რეზულტატი არა, მე მგონია ეს მიზნობრივი 3-0-იანი ზასტუპი, ასე ვთქვათ, ანუ გადაბიჯება იყო, იმიტომ რომ ის რომ გადამხდარი იყო, დიახ, მე ვიცი რომ ეს დავალება იყო, ასე გაეკეთებინა, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან გაიშიფრებოდნენ თავიანთი ანუ ესე იგი იზრდნენ რა საშინელი შედეგი იქნებოდა რომ ეშობდა ასე ვთქვათ, გადააბიჯები შეიძლება უკვე იკამათო, აი რო არ გადააბიჯებინა, კარგად გადახდებოდა, მე დასამოიღე და მაგრამ ოსა გადააბიჯებ უკვე დამთავრებულია. გალდუნმაი, თქვენ ეხლა უშუალოდ ძალიან დიდ პატივსემს და დიდი იცით ასე ვიტყოდი, იცით პოპულარობით, პატივისცემით სარგებლობთ ქართულ სპორტულ სამყარო ელიტაში და ისეთ არ შეიძლება არ კითხოთ რომ არ კონდეთ წვდომა რომ რატო აი მე ხო რო ახსენე სპორტის სამინისტრო ხო ჯერ ყოფილი მინისტრის ახალ მოქმედი მინისტრის ოლიმპიური კომიტეტი ეს ხალხი რატო დუმს ამაზე იცით რაღაც რეაქცია არ ალბათ ამ თემაზე ჯობია თვითონ მოიპატიჟოთ და კითხოთ მე ახლა დავიწყებ ჭორაობას ვიცი ყოველ შემთხვევაში სიმპათიებით არავინ არა ამ ადამიანის მიმართ გამსჭვალული თქვენ წერან კარგად ბრძანეთ იმიტომ რომ მე მინდოდა ამის ხმა აზარაშვილის აღარ ჭირდება მძლეოსნობა მას გამოიყენა თავის დროზე მაქსიმალურად ამოწურა თავისუფლება ქართულ სპორტულ საზოგადოებას სამწუხაროდ მარტო აზარაშვილი არ არის მძლეოსნობის გარეთ თქვენ რომ ნახოთ ახლა ძალიან ბევრი ყოფილი მწვრთნელი რაც ყავდა ბევრი აღარ ყავს სამწუხაროდ ზოგი გარდაიცვალა ზოგი გაემგზავრა ქვეყნებიდან უკეთეს პირობებში მუშაობენ ძალიან კარგი სპორტსმენები უკვე სხვა ქვეყნებში კარგი მწვრთნელები არიან ჩემი თავების სპორტსმენები ძალიან ბევრი მტყუარია თუ შეიძლება რომ ჩამოვიდეთ და ვიმუშაოთ რომ ვეუბნები რომ არ ვარ მე ფედერაციაში არ მუშაობ არა იმ პიროვნებასთან არ გვინდა ურთიერთობა ნუ ყოველ შემთხვევაში სამწუხაროდ ადამიანმა შეძლო რომ გაენადგურებინა თავიდან ბოლომდე მძლეოსნობა შემოკრებელი ყავს ნუ ვერ ვიტყვი მაღალი დონის სპეციალისტები არა პირიქით ძალიან დაბალი დონის სპეციალისტები მძლეოსნობა ნამდვილად ვერ განვითარდება მდგომარეობაში რეალურად შევხედოთ სურათს იმიტომ რომ ჯერ ერთი არც დიდი ინფრასტრუქტურა ამეგვიღია ჩვენ ამ წლების განმავლობაში მიხოთ იმისა კოლოსალური თანხები ნამდვილად ჰქონდათ უკვე ჩემთვის ეს კოლოსალურია იმიტომ რომ მე ვისა გენერალური მდივანი ვიყავი ჩვენი მაქსიმალური ბიუჯეტი იყო 80,000 ლარი წელიწადში მაგრამ ნამდვილად ყავდა ორი ნორმატივი ყოველთვის ყავდა ჩვენ და შედეგები იყო რეალური და არ იყო ორი სპორტსმენი რომლის ნორმატივი შესრულების არ იყვნენ ჩაინიკები აი სამწუხაროდ ეხლა გალდუნმაი უნდა წამით ჩვენ შევწყვეტოთ ესე იგი ჩვენ განსემოში ხა სარეკლამო ჯერა აი ასეთ ვითარებაში ზურბასო მეგობრებო გიკვირთ კიდე მე როცა გვაქვს ასეთი საკითხი ხა საინტერესოა ბუნებრივი გალდუნმაიას ასე მონახაზი თუ როგორ წარმოუდგენია რა უნდა შეიცვალოს ნუ გარდა ბუნებრივი ხელმძღვანელობის და აი რა კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას რომ დაიწყოს ძალიან მძიმე ურთულესი ესე რუტინული პროცესი ქართული მძლეოსნობის აღორძინების და აღორძინებას ეხა ისეთი სიტყვა რომ ჯერ იცით როცა ამ ეგრეთ წოდებულ მესამე ქვეყნის მძლეოსნობის ანუ განვითარებადი ქვეყნების სადღაც უსრულში ჭაობში ჩაჭეხილი და ვიღაცა მერე მჯირზე გეუბნება რომ შენ იცი რომ ჩვენ ეს სერიოზული რა სერიოზული ნუ მოკლედ ამის შესახებ ყველაფერი ზურბასო მეგობრებო ქალდუნ მაი აზარაშვილთან ერთად რამდენიმე წუთის შემდეგ Sport Time. Radio იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. ბაზო მეგობრებო, ეხლა რაც გადაცემის პირველ ნაწილში თქვით სამწუხაროდ ახალი არაფერი გვითხოვს, მე არ გულისხმობ მარტო ძლეოსნობას და ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარს, ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი სპრინტერი ქალბატონი მაია აზარაშვილი, უბრალოდ გულისხმობ ახალს და რაიმე გასაკვირს, რომ არაფერი ეხლა ჩვენ ეს გვაქვს, ხო, გენეტიკური შეიძლება ითქვას ისტორიული 1000 წლეულების, არამედ 100 წლეულების, რომ აი ეს მომენტი, რომ რაღაც უნდა ვებრძოლოთ რაღაც პროფესიონალებს, არ გვინდა ჩვენ ეხლა ეს ისეთი თემა ხო? ეხლა მე ძალიან მეიმედება უბრალოდ აი მეტად პროგრესული ადამიანის და თან ყველაფერთან ერთად ხშირად აღმიღნიშნავს და კიდე მინდა განმეორდე რომ სპორტთან ფილად რო თქვა და არათუ მწყრალად არ გახლავთ საკმაოდ კარგად არის ჩახედული და გათვითცნობიერებული საერთოდ სპორტულ სამყაროში ჩვენი პრემიერი ბატონი გიორგი გრიგოაშვილი და იმედია რომ ამჯერად მაინც რაღაცას მაინც დაადგება საშველი და ამ ეგრეთ წოდებული სტაგნაციაც არ არის იცით ეს არის როგორ გითხრათ იცით რაღაც აი სივრცე ჩაკეტილი სივრცე და ასე ლიტერატურულ ენაზე რო თქვა წრეზე დავდივარ ნუ სპორტის სხვა ნებისმიერი სახეობისგან განსხვავებით აი აქ დემაგოგია არის შედარებით ნაკლები და რატო ჯიბეში ვერ ჩაიდებ ანუ შედეგს ჯიბეში ვერ ჩაიდებ შედეგი ადეკვატურია მაგრამ ძლეოსნობაში ჩვენ უნიკალური მაგალითის მომსწრენი ვხდებით როცა აი კიდე ერთხელ მინდა განმეორდე
აი მართლაც ახლა არ მინდა რა ნორმატიულ ლექსიკას გავსდე ის რასაც ქვია განვითარებადი ქვეყნებისთვის გამართული მესამე დონის, იმიტომ რომ იმის ქვეთ არაფერი აღარ არსებობს, უკვე დამთავრებული კაცობრიობა, საერთოდ კაცობრიობა თავდება, იქ ესე იგი შედეგი რაღაცა საშინელი და თურმე ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ხო და ეხლა აი ამისთანა განცხადებები რა. ხო და ქალბატონო, ეხლა ჩვენ გავჩერდით საკმაოდ საინტერესო თემაზე, რომ თქვენ აი როგორ გესახო, ეხლა მე მინდა კიდე ერთი გავაჩნიო, რომ 1 დეკემბერს არის მძლეოსნობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, ხო? საერთოდ ეხლა უალტერნატივაა ბატონის კანდიდატურა. ეხლა აქ არის ორი მომენტი, როცა უალტერნატივაა. ან ყველაფერი ძალიან ცუდად არის და უკაცრავად და ყველაფერთან ყველაფერი დაალაგებული გაქვს, იმიტომ რომ არავინ არ ინტერესდება. ან ყველაფერი ყვავის და იქ როგორ შეიძლება ეხლა იქ საერთოდ თქვა ვინმეს კონდეს სურვილი და ვინმე შეეცილოს და რაიმე ხედვა გააჩნდეს და რაღაცა პროგრამა. არა, გადაწყვეტი. ხო და კიდე ერთხელ მინდა აი ამაში ეხლა სხვა შორის ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები როა რომ დგარ ერთი მინდა მიმართო რა ის პრეზიდენტს რომელსაც მიაშინა რომ 4 წლის მანძილზე ჯერ პარლამენტში ერთი კანონპროექტის ინიციირება არ ყოფილა გარდა იმისა რომ თურმე ფედერაციის პრეზიდენტს ესე იგი დიპლომი უნდა კონდეს მაგრამ აქაც როგორ მოხდა გამოდნობა ფედერაციის პრეზიდენტს შეიძლება დიპლომი კონდეს სამაგეროდ საკანონმდებლო ორგანოსში რომელიც ქვეყნის ბეწყვიდავს და საკანონმდებლო საქმიანობაში მას დიპლომი არ ჭირდება. აი ეს უკვე შაღერიც აღარ არის ხო და რომ მაინტერესებს ყველაფერი ამაზე რა პასუხს გაგვცემს ხო ეხლა აი უნდა მოუწიოს წესით შეფასება მე პირადად ველოდებოდი ამდენი ხანი შეიძლება ესე გულუბრყვილო და ჯერდეს აუდიტის დასკვნა რომელიც საჯაროდ იქნებოდა გამოქვეყნებული და ის უკაცრავად და მარაზმი რომელიც ჯერ კიდევ ნაც დიქტატურამ მოიპოვა ფხალებში გაგები თბილისში ეს არის ეგრეთ წოდებული ახალგაზრდა ესე იგი ოლიმპიური ფესტივალი ეს იყო ნინველა თინეიჯერი ბავშვების უკაცრავად ღლაბუცი და სხვა მეტი არაფერი და რა დაარქვეს მე იმ სახელს არ ვამბობ საზოგადოებამ დაარქვეს ხო ჯორის და არა თქვენ მონამორჩილს უბრალოდ დაიხარე ეს არის ღონისძიება რომელსაც ყველა იცილებს თავიდან იმიტომ რომ ძალიან დიდია დანახარჯები და იქ კიდე ერთხელ ვამბობ ეხლა 16 წლის ნინველა ბავშვებში ეხლა თან პირველი ნომრებიც არ იყვნენ ჩამოსული და ჩვენთვის რატომ შეფასდა ეხლა მავანის მიერ ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდ მოვლენად ამაზე ხო შეიძლება რაღაცა განმარტება გაკეთდეს და უკვე ცოტა ოლიმპიური კომიტეტი ეხება გვითხრათ მე რატო ვამბობ აუდიტის დასკვნაზე რამდენად ეს საზოგადოებას სვავს ამ კითხვებს და არა მარტო თქვენი მონამორჩილი არ ებიგრეთ რომ მე რაღაცა პიროვნული არაფერს საერთოდ ამასთან არაფერი კავშირი არ მაქვს მე უფრო სხვა იმით ხარ ორიენტირებული სპორტულ შედეგებზე უბრალოდ საზოგადოება რასაც იმას ვაჟღერებ რომ რამდენად შეესაბამებოდა გაწეული დანახარჯები იმ ობიექტების მდგომარეობას რომელიც საბოლოოდ იქნა ჩაბარებული ხო აი იმიტომ რომ მაშინ მე მახსოვს მერიას სამჯერ დაჭირდა მგონი რაღაც ტრანსფერის დამატება და რაღაც კიდე სხვა სახსრები ნუ მოკლედ ესე იგი ეს არის უკვე ეკონომისტების და ასევე იმ სათანადო სამსახურების და სტრუქტურების და ამაში როგორ ოლიმპიური კომიტეტი ესე იგი დუმს ანუ ხელი დაიბანეს ბიჭებო კარგად იხავით აი ესე იავარქმნილი ნახევრად განადგურებული ეხა კიდე ერთხელ ვამბობ თითქმის ფედერაცია არ დარჩენილა რომ უკმაყოფილება არ გამოეთქვა იმ ობიექტების მდგომარეობის სპორტული მდგომარეობით ქალბატონო ეხა მოდით რა დავუბრუნდეთ ჯერ მძლეოსნობას აი რა ვითარებაა დღეს ქართულ მძლეოსნობაში თქვენ ბრძანეთ მაგრამ აი რა უნდა გაკეთდეს თქვა და არის შესაძლებლობა რომ რაღაც შეიცვალოს აი საიდან უნდა დავიწყოთ ათვლა თქვენ იმდენ თემას შეეხეთ რომ უკვე ხო არა იმიტომ ის არ შეიძლება არ თქვა ხო კონკრეტულად მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს მე რამდენიმე დღის წინ გავიგე უბრალოდ კითხვა დამისვეს რატო არ მონაწილეობო ეს მაინტერესებს ეს სხვათაშორის კი ხო არ ვიცი იმიტომ რომ მე არ მიმაჩნია ეს არის დიდი მძლეოსნობის სამყაროს მძლეოსნების ოჯახის არჩევანი მას გარშემო ყავს რამდენიმე ამორჩეველი რომელიც არ ვიცი ახლა სხვადასხვა გზებით ან თავისი კაცი ან მოსყიდული ან უბრალოდ აშინებს ან აშანტაჟებს ეს მისი სპეციალობაა და აშანტაჟება და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ამ თაობაზე ამის შესახებ საქმე იმაშია რომ მძლეოსნობა დიდხანს აღარ განვითარდება და გეტყვით რატომ ჯერეთ იმიტომ რომ ქვეყნის პროგრამაში უნდა ჩაიდოს სავალდებულო გაკვეთილები თუნდაც სკოლაში მე პირადად რომ მივედი მძლეოსნობაში უკვე ჩამოყალიბებული სპორტსმენი ვიყავი, ანუ მორბენალი. იმიტომ რომ ვიზრდებოდით ბავშვები ქუჩაში, მე სკოლაში მქონდა ფიზკულტურის გაკვეთილები, შეჯიბრებები მქონდა ძალიან ბევრი სკოლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და რომ მიმიყვანეს უკვე დამხდნენ სპეციალისტები და დამხდა რაღაცა გარკვეული დონის არ იყო ახლა ეს უმაღლესი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მაგრამ იყო რაღაცა მოედანი, სადაც შეიძლება მევარჯიშე, ხო? ანუ დღეს და ხვალ მძლეოსნობა არ განვითარდება. იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ უკვე ნიშნულის ქვაბ ჩავედით, ანუ ჩვენ უკვე მინუსში გადავედით. ჩვენ არ ვიწყებთ ნოლიდან, ჩვენ ვიწყებთ ძალიან ღრმა ოფსკულურიდან. არ გვაქვს ბაზა, არ გვაქვს არჩევანი, არ გვაქვს ინფრასტრუქტურა, არ გვაქვს სპეციალისტები, საერთოდ არაფერი აღარ აქვს გარდა ფედერაციისა, რომელიც უბრალოდ რამდენიმე ადამიანს შემოიფარგლება.
სამწუხაროდ ასია, ჩემ დასაუბედუროთ. ესე იგი ბაზების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა, ხო? იცით რა არის? მაგალითად მე სანევიც შავლაღაძე საერთოდ რაზე ხდებოდა რომ ნახონ ბავშვებმა დღეს იმაზე ალბათ არც იკადრებენ ფეხის დადგმას სილის მეშოკებზე ხდებოდნენ ხო სპორტსმენები მე თვითონაც რომ დავიწყე და დავბოდი ძალიან უხეშ ასე ვთქვათ დაფხვნილ სილის სარბენბილიკს ჩვენ არ გქონდა იდეალური პირობები მეც კუსტბაზე გავიზარდე მეც სხვა მოედნებს მართალია მე და მე განვითარდა ყველაფერი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გქონდა მიზანი ყავდა მწვრთნელები და ყავდნენ ადამიანები რომლებიც ხეს გვიწყობდნენ ვარჯიშისთვის ხო ამიტომ ინფრასტრუქტურა კატასტროფულია ის არსებული მოედნები სადაც იყო და ასე ვთქვათ მოედანი 400 მეტრიანი თითქმის აღარსად არ არსებობს ბორჯომში უნიკალური მოედანი ნახევარი ვირაჟი ჩამოჭრია და ესენი გასხვისებულია ყველაფერი გავდრომაია გასხვისებულია გადაშენებულია ასე ვთქვათ ან დაშენებულია ან ფაქტურად არაფერი აღარ არის მოდი ვთქვათ გვაქვს დინამო სტადიონი სადაც რა თქმა უნდა მძლეოსნები ვერ და ვერ ვარჯიშებენ იყო ახლა მძლეოსნობის ასე ვთქვათ სახელი აქვს მძლეოსნობის სტადიონს თიღმის ახალ სტადიონს მაგრამ გადაეცა ფეხბურთის ფედერაციას თუმცა თუ ფეხბურთის ფედერაცია მოუვლის და მოხმარდება ასევე მძლეოსნებსაც მე არ ვარ წინააღმდეგი იმიტომ რომ როგორც ასეთი პროექტია თუ ყოველ შემთხვევაში პროფილი დარჩა ეს სარბენი ბილიკების და ალბათ თავის სტადიონი მძლეოსნობას დღეს ქვეყანას ვენახავთ რომელსაც აქვს ფედერაციას კერძო საკუთრება როგორც სტადიონი და არ არის აუცილებელი სტადიონის შენახვა არ იაფი ეს არის მომგებიანი ასე ვთქვათ ბაზა ხო შეიძლება აუზი გამოიყენო ან რაღაც მულტიფუნქციის დარბაზი გამოიყენო ძალიან კარგად კომერციულად მაგრამ სტადიონს ვერ გამოიყენებ ისე როგორც გამოიყენებ თქვა საცურაო აუზს ამიტომ ყოველდღიური შემოსავალი მას არ ექნება ის შემოსავალი მიზერულად შეიძლება უქონდეს ასე ვთქვათ გადასახადების სახით იმით შეიძლება თავეიჩინო მაგრამ როგორც ასეთი მოედნები არ აქვს კერძო საკუთრებაში ფედერაციებს ქონდეს ფეხბურთის ფედერაცია არაუშავს მოუაროს მძლეოსნებისთვისაც გამოყენებინოს თუ ეს ასეთი იქნება მაგრამ მოდით ვთქვათ ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში რეგიონებში და ნუ გვავიწყდება რომ ნიჭიერი ბავშვები მოდიან რეგიონებიდან ასე იყო ასე არის, ასე იქნება მუდამ. და ნუ დავიწყებთ ახლა ველოსიპედის გამოგონებას. ქალაქში არ ეზრდებიან ოლიმპიური ჩემპიონები. შეიძლება გამონაკლისის სახით მე ვიყო, მაგრამ ნუ და გავიწყებათ რომ ვერსკები და ვეიქები მაინც არ იკლავენ თავს, ხო, მაინც და ნამდვილად არა, მithumedes დღევანდელ სიტუაციას, სადაც უკვე მიჯაჭვულებიან ბავშვები კომპიუტერზე საერთოდ ეზარებათ აბსოლუტურად ყველანაირი ქმედება. იცით რა, აქ უკვე ძალიან აი მძლეოსნობა რომ არის ჩავარდნილი, ის ემჩნევა ჩვენი ფეხბურთის ნაკრებსაც, რაგბის ნაკრებსაც, აი ის რომ სირბილი არ ვიცით სპორტსმენებმა და კატასტროფულ მდგომარეობაშია მიყვანილი მძლეოსნობა გვემჩნევა ყველას აბსოლუტურად. ეს სისწრაფის გამძლეობა და ზოგადად გამძლეობა და ფიზიკურობის ეხება საქმე თქვენ რასაც თუ თავიდან მოდიოდ მძლეოსნობაში და შემდეგ უკვე გამარაგებთ სხვა სახეობებს. აი მოდიოდნენ ხოლმე და მიყავდათ. ის ვინც ვერ გამოდგებოდა ამა თუ იმ სახეობაში მძლეოსნობაში, მე მიდიოდნენ უკვე სხვა სახეობაში. ეს არ არის დაკნინება სხვა სახეობაში. პირიქით უბრალოდ ძალიან ძნელია რომ ყველა იყოს ვიქტორ სანელი, მაგრამ ეს იმხელა ბაზაა მძლეოსნობის. იმხელა ბაზა აქვს სპორტსმენს დაგროვებული, მას შეუძლია იყოს კარგი რაგბის, კარგი ფეხბურთელი, კარგი ჩოგბურთელი. აბსოლუტურად ყველა სახეობაში გვადგება, ხდება წინ ეს ჩვენი მძლეოსნობა და რა ვქნათ. არ ვიცი, გავდუნმაი მე კიდე ერთხელ ვამბობ, ნუ იმედია რომ ეს ქვეყნის უმაღლესი პირების დონეზე იქნება ეს საკითხი, იმიტომ რომ ეს არ არის, თქვათ რომელიმე სახეობა, რაზე შეიძლება დაგწდეს გული, თქვათ და კი ეხა ყველა სახეობა გვენარი, მაგრამ ეს არის კიდე ერთხელ ვამბობ, სპორტის დედოფალი ტყუილად როდი ქვია. მსოფლიო სრულად იხარჯება, თუნდაც ავიღოთ ეხა იამაიკელი სპრინტერების ეს საოცრება არ არის ეხა მარტო ბოლტის ფენომენზე, ხო გავდუნმაი საუბარი ეხა თუ ბიუჯეტებზე წავიდა საუბარი, ეხა იამაიკას ნამდვილად არ აქვს ის ბიუჯეტი, რომ მეგასპორტული იმათ იყოს, ხო? ქვეყანად ჩამოყალიბებული, ანუ ცოტა სხვანაირი მიდგომა ამის თქმა უნდა. არა, შორის იმდენად სასაცილო პირობებში ცხოვრობენ ეს იამაიკელის მორბენები, თვითონ ბოლტიც არაა გათამამებული. ეს ეხლა თუ არა აი სასაცილო ზოგიერთმა შეიძლება არც იკადროს ის ცხოვრება. ზოგიერთმა ამერიკელმა სპრინტერმა, მაგრამ ან თუნდაც კენიელები თქვენ რა გონიათ ისინი იდეალურ პირობებში არის, მაგრამ მათ აქვთ ასე ვთქვათ პროგრამა, მათ აქვთ რაღაც ბაზა
და მათ აქვს ტრადიცია უკვე, იცით, რომელიც უკვე გადაიზარდა, ასე ვთქვათ, ჩვეულებაში. მაგალითად, იამაიკაში მე ვიცი, ინტერნატის მაგვარი, სპორტული სკოლა ინტერნატები რო იყო და მეც იმ სკოლაში გავიზარდე, გდანში რო იყო, დაახლოებით ეგეთი ინტერნატი აქვს ახლა იამაიკას. ახლა აქვს და შედეგიც ახესეა. ასევე კენიელებს, ასევე მაგალითად ეთიოპიელ მორბენლებს და ასე შემდეგ. ოლიმპიური ჩემპიონები, რომლებიც აღწერენ ხოლმე მაღალ შედეგებს, შემდეგ რომ ამთავრებენ აშენებენ თავიანთი ბავშვებისთვის, თავიანთ სოფლებში თუ რეგიონებში თუ ქალაქებში, დაახლოებით მაგ ტიპის სკოლებს და ინტერნატებს, იმიტომ რომ იციან, რომ ეს არის ძალიან დიდი კაპიტალი, ანუ ამოიღებენ ამას 10 მაგად და 100 მაგად. ქალდუნმაი, არ შეიძლება არ კითხოთ თქვენს დღევანდელ საქმიანობაზე, რომელიც ასევე ეხა არანაკლებ ცოტა ისეთი სიტყვა, არ ნაკლებია, რა თქმა უნდა, ეხა ძლევოსნობა სპორტის დედოფალია და ამით ყველაფერია თქმული და იმედია, რომ ეხა ეს ჩვენი დღევანდელი გადაცემა არ დარჩება ხმამ ხაღადებლისა. ეხა მე მინდა კითხოთ სპორტი ყველასთვის, რაც თქვენ ასე ვთქვათ, ესე სპორტულ ენაზე რო ვთქვათ, საკმაოდ კარგად ამოქოქეთ თავიდანვე თქვენთან ერთად მხარდამხარ ისწრის ცნობილი სპორტული სააგენტოს SBM-ის თავკაცი ზალიგო ჩიტალაძე ისნობს კარგად ქართული სპორტის კომაგის ზალიგო ამჟამად ატარებს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას და ამავდროულად ასევე კი ესეც მასობრივი სპორტი ეხა პლუს დაემატა კიდე მინიფეგურში ეროვნული ჩემპიონატის და ეხა ფაქტობრივად თქვენ მხრებზე გადადის ძალიან დიდი ისეთი შრომითი მოცულობითი სამუშაო რასაც საკმაოდ წარმატებით დარტყმებს თავს აქამდე მოდი პირდაპირ თქვოთ გალდუნმა თუ კი ხდებოდა კლასიკური წინაძლევებმა ხედველობაში ეგრეთ წოდებული მიწერები და ეხლა რეალური გარბენები, რეალური მასობრივი ძლევოსნური და სპორტული ღონისძიებები ტარდება და საკმაოდ მაღალი დონის. და ამ ხრივ ქალდუნმაი დახმარების ხრივ მინდოდა, იმიტომ რომ ისეთ ჩვენი არსო დალხინებული ცხოვრებიდან და ეხლა ტრადიციულად ბიუჯეტის დეფიციტიდან გამომდინარე, ყოველთვის ასეთ სახეობებს უჭირთ თანხის მოზიდვა და ეხლა რა მდგომარეობაა დღეს თქვენთან? იცით რაშია საქმე, რა თქმა უნდა ძალიან მოიქოქა, ასე თქვენი ტერმინს გავიმეორებ, მაგრამ მხოლოდ ბრიყვები არიან ხოლმე თავით კმაყოფილები. ეს არ არის ის დონე, რაც უნდა იყოს ქვეყანაში, მასობრივი სპორტს ფაქტიურად ქმნის მასობრიობა, ხო? რა თქმა უნდა. მე მაგალითად 15 წელი ვიცხოვე გერმანიაში და ვიცი რომ ყოველ უბანში, ქუჩაში და რა ვიცი, ქალაქში ყველგან არის რაღაცა კლუბები, სპორტული კლუბები შექმნილი, აი ესე თვითნებურად, თვითონ ჩამოყალიბდებიან ხოლმე, თვითონ შეიკრიბებიან, თვითონ ატარებენ რაღაც ღონისძიებებს, მე მონაწილეობენ სხვა ღონისძიებებში და არის დაყრდნობილი მასაზე. ამიტომაც ქვია მასობრივი სპორტი. რა თქმა უნდა, მე ტარდება მაღალი დონის ღონისძიებები და ამაში უკვე ზოგადად ქვეყანაა ჩართული. ჩვენ შემთხვევაში ზევიდან კეთდება ყველაფერი, ანუ ჩვენ სპორტის სამინისტროს ბიუჯეტზე ვართ და მადლობა რომ ყოველთვის ხაზში მიდგანან და თითქმის არც ღონისძიებას უარი არ ვთქვამთ, თუ ეს არის მიზნობრივი და არის მასაზე გათვლილი, რა თქმა უნდა და სხვანაირად შეიძლება. თუმცა ღონისძიებები, რომლებიც ტარდება, ეს არის საკმაოდ იმისათვის ადამიანები, ანუ ნაციაზე ერზე ვთქვათ, რომ მასობრივ სპორტში არიან ჩართულები. ეს არის ერთეული ადამიანები, ფაქტობრივად ერთი და იგივე ხალხი მონაწილეობს. მე მაინც ვფიქრობ, ჩვენ კულტურაში უნდა ჩაჯდეს სპორტი, იცით, აი, როგორც პირის დაბანაკბილის გახება, ეს უნდა იყოს აი კულტურაში ჩამჯდა. ეს არის ქვეყნის პროგრამა. ჩვენ და ვიცით, ადამიანი, რომელიც სპორტით არის დაკავებული, ის არასოდეს არ დახაჯავს იმ თანხას, რომელიც არის გათვალისწინებული, მაგალითად ჯანდაცვაზე, ხომ? უბრალოდ არ დაჭირდება, ადამიანი, რომელიც არის ჯანსაღი სპორტით დაკავებული, ის ნაკლებად ავადმყოფობს. და ჩვენ უკვე მოგებულები ვართ. ანუ ბიუჯეტი გამოთავისუფლდება ამ ხრივ, ხო? იზახიან ხოლმე ერთ ადამიანზე სპორტში დახარჯული 1 ლარი, მოგება მოაქვს 15 ლარი, ხო, სიტყვაზე ან 20 ან შეიძლება მეტის. ამიტომ თვითონ ადამიანების კულტურაში უნდა გადავიდეს სპორტი და მე ვფიქრობ, ამაში უნდა ჩაერთოს როგორც სპორტის ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, როგორც ოლიმპიური კომიტეტი, როგორც განათლების სამინისტრო, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, თავდაცვის ყველა აბსოლუტურად, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჯანმრთელი ადამიანი გვჭირდება ყველას, მთელ ქვეყანას ერთ ჭირდება ჯანმრთელი ადამიანი. აი მაგალითად ეხლა ამ ბოლო ხანებში წავეკითხე, რომ რადიო თქვენი კონკურენტი თუ არ ვიცი თქვენი კოლეგა, რადიო მაესტრო რაღაც ბონუსებს გამოყოფს იმისათვის, რომ ტრანსპორტის მაგალითად გამოიყენო ველოსტრანსპორტი, ხო? ძალიან დიდი სახალისება და კარგი ექნება თუ სხვა ორგანიზაციების მიმართავენ ამ ხეს. ძალიან დიდი სახალისება და მომწონს. მაგალითად გერმანიაში ყოველთვის ფასდაკლებას უკეთებდნენ ჯანმრთელობის ასე ვთქვათ დაზღვევაზე, თუ კი ცნობას მიიტანდა რომელიმე სპორტული კლუბიდან ან ფიტნესიდან, რომ დადიოდა რეგულარულად ვარჯიშობდა. ყოველთვის დიდ ფასდაკლებას ღებულობდა. აი სახალისება აუცილებელია. ჯერჯერობით ჩვენ ვატარებთ დიდ ღონისძიებებს, მე მიამაყება რომ ვართ ერთ-ერთი ორგანიზატორი
ამ სოფლიო ორგანიზმის საკმაოდ კარგად აიკრება და უკვე 6000 მორბენალი ყავს სტარტზე ეს ჩემთვის გასაოცარი რეგულარულად ელოდებიან ემზადებიან მიზნებია დასახული კილომეტრაჟში ერკვევიან წუთებში ერკვევიან უკვე იციან რამდენია დაგეკმილი და როგორ უნდა მიაღწიონ როგორ უნდა ევაჯონ მეკითხებიან როგორ ევარჯიშონ სწორედ და ძალიან ბევრი პროფესიონალი ჩაერთო უკვე და არის უკვე 100-თა გასვლა გამოსვლა უკვე თქვენ წარმოგიდგენთ ინდონეზია ემზადებიან უკვე ჩვეულებრივ კი არ მოდიან და მონაწილეებს არამედ სპეციალ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს არჩევენ ანუ ხელს უწყობენ თავისას უკეთეს შედეგები მიაღწიონ თან საქველმოქმედოა თბილისი მარათონი ეგ ველოგარბენი ჩავატარეთ უკვე და გვინდა ველოსიპედის დამკვიდრება ქალაქში საფხულში მაინც ყოველ შემთხვევაში რა ვიცი აიდოლა ქვეყანა ასევე ველოგზები გაკეთეს მე ვიციო ძალიან ბევრი ველოტურები კეთდება და ძალიან კარგი ისე რომ რა ვიცი ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ უფრო აქტიურები ვართ მაგრამ მინდა რომ უფრო გავაქტიურდე და გვაყოფილიყო შედეგებით და ველოდები უფრო მეტ შედეგებს ეხლა გალდუნმაი ჩვენ ისეთ გასაყარზებად ისეთ ერთის მხრივ ეხლა ესეც საშური საქმის დატოვებაც მე ვიცი რა ეხლა სწორედ გამიგეთ რა ვიცი იმედი არ ვწდები რომ ეხლა წარმოგიდგენიათ გალდუნმაი რომ ისევ რაღაც აქეთ გადმოვისამართოთ ეხლა ამ საქმეს ძალიან დიდი და ისეთი ხელი მოაკლდება, იმიტომ რომ აქ პროფესიონალიზმის გარდა არის ძალიან დიდი თავდადება, რასაც ყოველთვის უსვავ ხაზს და ეს ყველას კარგად მოხსენება თუ რას ნიშნავს მარტო პროფესიონალიზმი არ გმარა, უნდა გიყვარდეს, გყიოდეს, გრძნობდე ამ საქმეს. აი ეხლა მე რომ მიდევს აქ, თქვა ეხლა ბუნებრივია არ ვამბობ, ეხლა მარტო იმ ლიაშენკოს კი არ გადავეკიდე, ეს ლიაშენკო რომ მოდის, უნდა კეთილი ინებოდა რო ხარ სპორტის სამინისტრო, რო ხარ ის უნდა წახვიდე და ნახო ცოცხლად სექტორში უნდა მიხვიდე ქაღალზე და კაბინეტიდან და იმ ვარძლიდან უნდა ადგეთ ბატონებო სხვანაირად არ გამოვა. არ გამოვა. ნამდვილად ცოტა სხვანაირად უნდა ვიმოქმედოთ. და გალდუნმა ეხა კიდე ერთხელ ვამბობ, წარმოუდგენელია თუ ეხა მთლად და იმედია რომ ესე ჩალით არ დაიხურება ყველაფერი რომ თქვენ რაღაცა უახლოეს მომავალში არ გიხილოთ ისევ ქართული მძლეოსნობისთვის ასე აქტიურად მოღვაწე და ვიტყოდი ესე დამაშვრალი ადამიანი, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრი გაიგეთ, კიდე ერთხელ ვამბობ და არაფერი არ მიგიღეთ და არც გითხოვიათ, მე ვამბობ იმას, რაც ქართული მძლეოსნობის აქ განვითარებაზე კი ზერბასო მეგობრო კიდე ერთხელ ხალბდონმა ეს მოუწია იმ პერიოდში მოღვაწეობა და ბრძოლა რომ აქ იყო შენარჩუნებაზე რომ საერთოდ არ განადგურებულიყო და დღევანდელი მდგომარეობა ამას მაპატია და დღეს ის ნუსხა ჩვენ რაც გვაქვს ხო სამწუხაროდ ისეთ ეხა ცოტა არ იყოს და ეს ხშირად ვამბობთ ხომ ხალბდონმა ესეთ ფრაზას რომ ჩვენ ჯერჯერობით შორს ვარ თანამედროვე კი საერთოდ ძლეოსნობისგან შორს ვარ ეს თუ გნებოთ სტატისტიკური მასშტაბით შედეგები დაეცა ხალბდონმა მე კიდე ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ განსემაში მობრძანებისთვის დიდი ღერძელობა და წარმატებები მინდა გისურვო და აი ვიქნებით ორი მხრივ რომ ერთის მხრივ აი ეს საშური საქმე რასაც სპორტი ყველასთვის ქვია თქვენ და თქვენი გუნდის რომელიც ესე ერთმუჭა შეკრული გუნდი თქვენ ზალიგოს ხვები ასე გააგრძელებ და პარალელურად აუცილებლად გამოუჩნდება პატრონი ქართულ ძლეოსნობას ასე არ არის რა ეს კითხვები რაც ისმის ზურბასო მეგობრებო მე არ ვსვავ პირადად მარტო ამას სვავს საზოგადოება და რა კიღა ყველა სახეობა და მათ შორის ძლეოსნობას ბუნებრივი ეს არ არის ეგრეთ წოდებული შეფასება და კერძო საკუთრება და არის ერის მონაგარი მონაპოვარი და მისი საზრუნავი და მისი იგივე მაჯისცემის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილი კეთილი უნდა ინებოს სათანადო ორგანოებმა და არ დატოვონ ყურადღების რეაგირების და სათანადო კონტროლის გარეშე ასე იმედიანად მინდა დაგემშვიდობოთ ნახვამდის წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ-ტაიმი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.